26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. მინდა რომ ნამდვილად ვიყოთ დამოუკიდებლები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ თავისუფალი. მოგიხსენებათ, როდესაც ადამიანი იღებს მართვის მოწმობას, ამისათვის სჭირდება გარკვეული განათლება, რათა არ შეიწიროს ადამიანების სიცოცხლე, არ მოიტანოს გარკვეული მსხვერპლი. როდესაც ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში, ამ უფლებას ადამიანი მოიპოვებს სავსებით ავტომატიურად და როგორ ფიქრობთ თქვენ, საჭიროა თუ არა ამისათვის გარკვეული განათლების მიღება, საზოგადოებრივი სიმწიფის დადასტურება? მე ვფიქრობ, რომ ადამიანს არ უნდა ეძლეოდეს ავტომატურად არჩევნებში მიღების უფლება და ამისათვის ადამიანმა უნდა გაეიაროს გარკვეული განათლება ისტორიაში, საზოგადოებრივობაში, უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ადათ-წესები, საზოგადოებრივი წყობა, ეკონომიკა, ასე შემდეგ, რათა როდესაც ადამიანი არჩევანს აკეთებს, ცუდი არჩევანი და გაუნათლებელი ადამიანის არჩევანი ბევრად უფრო მომაკვდინებელია საზოგადოებისათვის და მისი მომავლისათვის, ვიდრე ჩვეულებრივი მართვის მოწმობის აღება, იმიტომ რომ ცუდი არჩევანი ბევრად უფრო სავალალო არის საზოგადოებისათვის და ქვეყნის მომავლისათვის და ჩვენი შვილების მომავლისათვის. მაინტერესებს თქვენი მოსაზრებანი, ვთქვი, გამოვიტანო რაციონალური დასკვნა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან და ვიფიქროთ მომავალზე ერთად გავაკეთოთ მნიშვნელოვანი დასკვნები, რათა აღარ დაგვემართოს ის, რაც დაგვემართა 2012-ში. რას ფიქრობთ თქვენ? კითხვა არის ასეთი მარტივი. უნდა კონდეს თუ არა ადამიანს ავტომატიურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ უნდა გაეაროს ადამიანმა გარკვეული განათლება, მიიღოს გარკვეული სიმწიფის ატესტატი, საზოგადოებრივი სიმწიფის ატესტატი ან განათლება, რათა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ადამიანი უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის, თავისი ქვეყნისათვის, გააკეთოს არჩევანი და ეს არჩევანი იყოს საზოგადოებისათვის გაკეთებული ისეთი არჩევანი იყოს, რომ საზოგადოების მომავლისათვის იყოს სარგებლიანი. სულ სხვა საკითხია ახლა ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ეს განათლება, ვინ უნდა იყოს ამ სპეციალურ კომისია იქნება თუ რაც იქნება. ეს უკვე სულ სხვა საკითხია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს არ უნდა ენიჭებოდეს ავტომატურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს არ უნდა იყოს ავტომატიური უფლება, ისევე როგორც მართვის უფლება, იმიტომ რომ ბევრად უფრო სახიფათოა ცუდი არჩევანი საზოგადოებისათვის, ვიდრე უბრალოდ ცუდი მძღოლი. ეხლა ვიცი დაიწყებ, აი მიხედე შენ უძრავ ქონებას და პოლიტიკა შენი საქმე არ არისო, მაგრამ ეს პოლიტიკაზე არ არის ეს ყველაფერი, ეს არის უბრალოდ ჩემი მოსაზრება, როგორც რიგითი მოქალაქის, მაინტერესებს თქვენი აზრი. დიდი სიამოვნებით მოვისმენ კომენტარებში, ძალიან გთხოვთ ზრდილობიანად, არ არის საჭირო შეურაცხყოფები, ზრდილობიანად გამოხატეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, თქვენ გენაცვალეთ.